მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გეპატიჟებით ჩემთან სამზარეულოში. ვამზადებ პიცებს, როგორც ხედავთ, უпростоრად მინი პიცებს. სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი რა მოვამზადო. თან ბავშვებიც რომ მთელი დღე სახლში არიან, ვცდილობ რომ ყოველ დღე რაღაც განსხვავებული და ახალი მოვამზადო, მაგრამ იმის გამო რომ ცხელა, წვნიანს ვერ ვამზადებ, ცხელსა დილებსაც ვერ ვამზადებ, სალათები წყალში ამოვიდა და გადავწყვიტე რომ დღეს მომემზადებინა პიცები, ოღონდ მინი პიცები. ასე გამოიყურება ჩემი ცომი, გავაბრტყელე უკვე და ცოტა ხანი მედო რომ ამოვიდეს. ცომი არის აი ასეთი, ძალიან თხელი, აქვე მაქვს ზეთი, რადგან ხშირად მიწევს ხელების ზეთიში დასველება, რადგან ძალიან ეკრობა ხელზე, ძალიან თხელ ფენას ვდებ, შემდეგ ველოდები სადღაც 3-5 წუთი რომ ოდნავ ამოვიდეს და შემდეგ ვიწყებ უკვე ზემოდან შიგთავსის დადებას. სიმართლე გითხრათ, ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე დღეს ვიდეოს გადაღება, იმის გამო რომ სრულ და დიდ ვიდეოებს ვერ ვიღებ, გადავწყვიტე რომ ხანდახან ასე ჩემთან სამზარეულოში შემოგახედოთ ხოლმე და გაჩვენოთ რას ვამზადებ. ასევე ახლა ბავშვს ძინავს და ვფიქრობ რომ ვაფლები მოვამზადო ვაფლის აპარატში. დიდი ხანია ვფიქრობდი რომ მომემზადებინა შპინატის ვაფლები. შპინატი და მოვიწყდა ქართულად. აი რომ გამახსენდება გეტყვით აუცილებლად და ღუმელი უკვე ცხელია. ახლა შევდებ ღუმელში, სხვათა შორის, ვინც არ იცით, პიცას რაც უფრო მაღალ გრადუსზე გამოაცხობთ და ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება, მით უკეთესი გამოდის. ახლა ჩემ შემთხვევაში 250 გრადუსზე მაქვს კარგად გაცხელებული და ჩავდებ სადღაც 3-5 წუთით. ზემოდან შიგთავსი მექნება დღეს ძეხვი. ეს ძეხვი უკანიდო და გახსნილი იყო უკვე 1 კვირის. ვიცი რომ აღარ შეიჭმევა, ამიტომ დავჭერი ასეთ ხლად და სხვათა შორის ამ ძეხვის გამო გადავწყვიტე დღეს პიცების მომზადება. თორე ისე ალბათ მაწვნის სუპს ვგეგმავდი, მიუხედავად იმისა რომ ცხელა მაწვნის სუპი მაინც ვფიქრობ რომ მოუხდება ასეთ ამინდს. ასევე ასეთ პატარა მინი პიცებს ძალიან უხდება ზეითუნის, უпростоრად ზეთისხილი და ზეთისხილი არ მაქვს, თორე ძალიან უხდება ზემოდან ასევე წვრილად დაჭრილი ზეთისხილი. მე მგონი საკმარისია. შემდეგ პომიდორი, ასევე წვრილად დაჭრილი კიტრის მჟავეული და ზემოდან მოვაყრე ყველს. სანამ ჩემი პიცები ცხვება, აქ მოვამზადებ კიდევ პიცებს. ის პიცა რომ გამოვა, ამას ჩავდებ და ეგრევე გამოცხვება უცებ. და აი ასე ვაბრტყელებ. თომი რაც მქონდა გავაბრტყელე, გამოდის სულ 12 ცალი. ახლა ჯერ აი ამ პიცებს გავაფორმებ და ზემოდან დავუდებ შიგთავს, რადგან ეს უკვე იყო 2-3 წუთი. როგორც უკვე გითხარით, ცომი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ
ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. ფქვილი დავამატე რაც შეიძლება ცოტა, უბრალოდ კოვზით ამოვურიე და დავტოვე ამოსასვლელად. 1 საათის შემდეგ უკვე მოვამზადე თვითონ პიცები. პიცები მზად არის, ბავშვებმა 2 წელი მომყარეს უკვე და ახლა გადავწყვიტე რომ მოვამზადო ვაფლები, ოღონდ ჩვეულებრივი ტკბილი ვაფლები და ისპანახი მოვამზადო ჩვეულებრივ ტაფაზე კვერცხთან და პომიდორთან ერთად. აქ მაქვს უკვე გამდნარი კარაქი, ოდნავ გავადნე, ასევე კარგი გამოდის მარგარინითაც. კარაქი საჭიროა სადღაც 120 გრამი და როცა მინდა რომ რაიმე სწრაფად გამოვაცხო, სწრაფად გავაკეთო, ძალიან მეხმარება ასეთი საწონი, საზომი, სასწორი, სამზარეულოს სასწორი, რადგან ასე ყველაფერს ერთად ვდებ და აღარ მჭირდება ცალკე რაღაცეების გაზომვა. ასევე 100 გრამი შაქარი, 15 გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. 250 გრამი რძე, 1 სუფრის კოვზი გამოფხვირებელი, ასევე ვანილი და 250 გრამი ფქვილი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად უნდა ავურიოთ, ზოგადად უბრალოდ კოვზითაც ამოურიოთ, მთავარია რომ ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შეერიოს. აი ასეთი სისქის ცომი უნდა გამოვიდეს. კარაქი არ არის საჭირო რომ კარგად გადაადნოთ, მთავარია რომ ოდნავ იყოს რბილი და ახლა გადავიტანოთ უკვე გამოსაცხობად. გამოცხობას სჭირდება 5-დან 7 წუთამდე. მოკლედ გააჩნია როგორი სიმძლავრის თვითონ ვაფლის აპარატი გაქვთ. ჩემი არის ყველაზე უბრალო, ჩვეულებრივი, რამოდენიმე წლის უკან შევიძინე და თუ არ ვცდები 10 ევრომდე მაქვს გადახდილი. ვფიქრობ რომ ამაზე უკეთესი არც ღირდა პირადად ჩემი ოჯახისთვის რომ მეყიდა, რადგან არ ვართ დიდი მოყვარულები და ხშირადაც არ ვამზადებ, ვამზადებ იშვიათად. ასევე ვაფლებს გადმოვიტან ხის დაფაზე, რადგან შემდეგ სველდება და ან ხის დაფაზე გადაიტანეთ გამოცხობის შემდეგ, ან და თეფშზე დააფინეთ ხელსახვეცი ან გამოსაცხობი ქაღალდი. და რაც მთავარია, მსგავსი ვაფლები ერთმანეთზე არ დააწყოთ, გააცალ-ცალკევეთ და გამოვა უფრო გემრიელი და ხრუხუნა. ხო, ალბათ სწორად ვთქვი, ხრუხუნა. გავიდა 3 წუთი და ჩემი ვაფლის აპარატი არის გაყოჩაღებული, როგორც ჩანს, რადგან უკვე მზად არის. ახლა მინდა რომ რაც შეიძლება ნაზად გადავიტანო, რადგან მიყვარს როცა ფორმას ინარჩუნებს და არ ტყდება. წესით ეს არის პატარა გულებიანი ვაფლის აპარატი, აი ასე. გამოდის მხოლოდ პატარა გულები.
სანამ ჩემი ვაფლები ცხვება, მე იქამდე დავჭრი ისპანახისთვის პამიდორს. ასევე უხდება ხახვიც, მაგრამ ხახვს არ ვოზავ, რადგან ბავშვებს არ უყვართ ხახვი ისპანახში. ისპანახი მაქვს გაყინული და გავალღვე უკვე და გადავაგდე კუთი, ამიტომ კუთს დაგიდებთ სურათს. რომ ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, მიხვდეთ, როგორი ისპანახისგან შეიძლება მსგავსი გემრიელობების მომზადება. იქ ხო გეუბნებით, ჩემი ვაფლის აპარატი არის გაყოჩაღებული. და სხვათა შორის ეს ცომიც არის იდეალური ვაფლებისთვის, უგემრიელესი ვაფლები გამოდის. ზემოდან არის ხრაშუნა და შიგნიდან რბილი. ზემოდან ვაყრე შაქრის პუდრას. ცოცხლზე დევს უკვე ისპანახი. პამიდორს ვჭრი, რაც შეიძლება წვრილად. ასე გამოიყურება ჩემი ისპანახი, ვაფლები, პიცები, ბავშვებმა გაშალეს ულამაზესი მაგიდა და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთმით.